საჭიროა რომ ავხსნათ რატომ მგონია რომ მერსოს მეორე სახე არის არაბი და ამისთვის მაქვს გამოწერილი მიზეზები. პირველი მიზეზი, აი 5 მიზეზი მაქვს გამოწერილი. პირველი არის რომ მერსო, როდესაც სანაპიროზე არის, როდესაც სანაპიროზეა და გამოდის აი მეგობრის სახლიდან, ამბობს ესეთ ფრაზას: მზისგან მებერებოდა საფეთქლები. ის მიდის იმისათვის, რომ დაისვენოს. ის არაბის მოსაკლავად არ მიდის, ამას თვითონვე აღნიშნავს და ეგ ეგრეა. როგორ არის არაბი, როდესაც ის დაინახავს? თავი აქვს ჩრდილში, ტანი აქვს მზეში. ანუ ზუსტად იმ ადგილს ასვენებს, ესე ვთქვათ, ჩრდილში აქვს ტანის ის ნაწილი, რაც სტკივა მერსოს. აი ესე ბანალურად რო ვთქვათ. საფეთქლები აწუხებს, არაბს საფეთქლები აქვს ჩრდილში. მეორე, ლურჯი ფერის ტანსაცმელი აცვია, ხო? ცისფერი. ხო. რა დატვირთვა აქვს ახლა ამას? მე მგონია რომ აქ უნდა გამოვყოთ ორი ბუნება, მზე და ზღვა. მზეზე როლან ბარტი ამბობს რომ ეს არის ბედისწერა, მე მგონია რომ ეს არის უფრო ადამიანური ხორციელი ბუნების გამოვლინება, რომელიც არის ჩაკეტილი საკუთარ თავში და წინააღმდეგობას ვერ უწევს საკუთარ ხორცს, რომ დაძრას და შედგეს ადამიანად. ანუ ის არის დაბეჭავებული და ამას გამოხატავს მზის იდეა, რომ როდესაც მერსო ოფლიანდება, როდესაც მზე ძალიან აწუხებს, იგი ვერ უწევს წინააღმდეგობას მზეს. ანუ საკუთარ ხორციელ ბუნებას, რომელიც ესე ეკაჩება ქვემოთ. და ეს ბუნება ჩემს აზრით ყველა ადამიანში არის. ქრისტიანული იდეა ეს მე არაფერშუაში არ ვარ.